მშვიდობისა, ეს სანაიეს ეთერია და გთავაზობ ჩვენი გადაცემის ანონსს და ცოტა ხანში დავიწყებთ სტუმართან დიალოგს. სანაიეს ეთერი. რა გავლენას ახდენს პოლიტიკა სპორტზე და როგორ არის საქართველოში ეს ორი სფერო ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ახალი მინისტრი, სპორტი, ბიზნესი, ურთიერთობები ამჟამინდელ და ყოფილ ხელისუფლებებთან. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, შესყიდვები და მილიონები, სპორტის პოლიტიკა და პოლიტიკა სპორტში. დღეს სტუმრად შალვა ნათელაშვილი. მაშასე ჩვენი სტუმარია ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. დიდი მადლობა ბატონ შალვა, რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა. შესანიშნავი ატმოსფეროა. ნახე, ჩემი ბევრი მეგობარი თქვენს ტელევიზიაში, თქვენი თამადობით. აგრლევანი იყო წერან კიდევ იქ. ვარ ძალიან კმაყოფილი, რომ ასეთი ტელევიზია ფუნქციონირებს. საქართველოს არის უდიდესი სპორტული ტრადიციების ცივილიზაცია შეიძლება ითქვას. და მას აუცილებლად სჭირდება ამ მრავალფეროვნებაში ერთი სპორტული პოლიტიკის პროპაგანდირების მქონე ტელევიზია, სატელევიზიო არხი, მით უფრო ისეთი ავტორიტეტების მეშვეობით, როგორებიც თქვენ ხართ. და მეც ახლა გადაცემის შემდეგ მივდივარ ვარჯიშზე და ცოტა სპორტული ფორმით მოვედი და მაპატიებთ ალბათ ამის გამო. კი ბატონო, დავიწყოთ საუბარი, თუმცა არ არის ხოლმე ქვეყანაში იმის ფუფუნება, რომ აი მაგალითად სპორტზე ვისაუბროთ, მხოლოდ სპორტული შინაარსით. სპორტი და პოლიტიკა იმდენად არის გადაჯაჭვული საქართველოში, რომ უფრო სპორტის პოლიტიკაზე გამოგდის ხოლმე. სპორტი და პოლიტიკა, არამედ სიცოცხლე და პოლიტიკაა გადაჯაჭვული. ადამიანი ჯერ დაბადებული არ არის, დედის მუცელშია და ის უკვე მემკვიდრეა თავისი მამის. მამა შეიძლება ყოველ ჯვარეწიროს ცოცხალი აღარც იყოს, ის რო გაჩნდება, მაგრამ მთელი ფუნქციები და უფლებები სამემკვიდრეო მუცელშივე წარმოეშვება. ეს პოლიტიკაა. სამემკვიდრეო სამართალია. სამართალი კიდევ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და პოლიტიკა სამართლის ნაწილია, ურთიერთდაკავშირებულია ყველაფერი ერთმანეთში, რაც ხდება ადამიანთა საზოგადოებაში. შესაბამისად, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თქვენს მიერ, რომ გაიხსნა ამ მიმართულების ტელევიზია, რადგანაც სწორედ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ჩვენ გვეყოლებიან თუ არა მესხები, პაიჭაძეები, ახალი ვარსკვლავები, ოლიმპიელები, ჩემპიონები, თუ შევიზღუდებით რაღაცა ესეთი ელიტარული სპორტული პატარა სექტებით, მამიდან შვილზე რო გადადის მემკვიდრეობით, ამ დროს შვილი მაინც და მაინც არ არის დიდი მემკვიდრე და მოსახელე თავისი მამის სპორტული ტრადიციების და ახალს არავის არ უღებენ კარებს თავის თქვენი აზრით დღეს ქართულ სპორტში ასეთი ვითარება? ქართულ სპორტში ასეთი ვითარება, რაც ქართულ სახელმწიფოში და ქართულ პოლიტიკაში არ არის გასაკვირვი, თუ მოგახსენებთ, რომ შეუძლებელია ჯოჯოხეთის რომელიმე მონაკვეთზე იყოს 64. ჯოჯოხეთი ან არის ჯოჯოხეთი, ან არ არის ჯოჯოხეთი, ხო? როდესაც ქვეყანაში არის ტოტალური მასობრივი განუკითხაობა, კორუფცია, ბიუჯეტის დატაცება, ნეპოტიზმი, საკუთარი ნაცნო მეგობრების და ნათესაობის წინ წამოწევა, სხვა ნიჭიერი, მაგრამ უნათესაო და ასე რომ ვთქვათ, უპატრონო ადამიანების დაშაგვის ხარჯზე ეს ყველა პროცესი თავისუფლად ვრცელდება სპორტზეც და თავისთავად ცხადია, სანამ არ იქნება სპორტი მასობრივი, სანამ პოლიტიკა, ბიუჯეტი, კანონმდებლობა არ გამოყოფს იმ თანხებს მასობრივი სპორტისათვის, რომ ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონები, მომავალი ვარსკვლავები გამოვზარდოთ უბნებში, გამოვზარდოთ ქუჩებში, ქუჩის სტადიონებზე, გამოვზარდოთ სკოლებში, გამოვზარდოთ უბნებში. მანამდე მარტო ასე ვთქვათ სპორტული სექტებით ჩვენ შორს ვერ წავალთ ისე მაგრამ ის რას თქვით როგორ უნდა მოხდეს მაგალითად იმ პირობებში, როდესაც 70 მილიონია მთლიანად სპორტის დაფინანსება. ეს ვერ მოხდება. ეს 70 მილიონი ძირითადად იხარჯება აი ამ სპორტული ელიტის მიერ. ეს სპორტული ელიტა არიან ერთი და იგივენი, ვიმეორებ მამიდან შვილზე გადადის ეს სტატუსი და დამსახურების თუ დამსახურებლობის მიუხედავად, აგერ ტრიალებენ ხან პარლამენტში არიან, ხან პარლამენტიდან გამოდიან, მე ბიზნესში მიდიან, მე ბიზნესში ვალში ვარდებიან, ისე პარლამენტში მიდიან, აგერ ახლა ეს ხაბარელი საიდან მოხდა პარლამენტში, თუ იცით. ვალი დაუფარა იმან ბიძინა ივანიშვილმა რესტორანი ქონდა თუ რაღაცა ვალებში ყო გადავარდნენ, დაუფარა ის ვალი კიდე მისცა დამატებითი ჩაწერა იმაში სიაში იმისათვის რომ ასე ვთქვათ სახელი ყოფილიყო და სპორტსმენების ხარდაჭერა ბატონ შალვა, ანუ თქვენ ფიქრობთ რომ დღევანდელი ქართული სპორტის შინაარსი ძირითადად ისაა რომ ამ თანხის განაწილება დღევანდელი სპორტსმენები ვინც პარლამენტშია არის ყველა კორუმპირებული.
ფულის საშუალებლად არიან იქ მისულები. რითი დაადასტურებ ძალიან სახელგანთქმული და როგორ გითხრათ პატივსაცემი სპორტსმენები არიან მე ხა თქვენ როგორც დეპუტატებზე ისე საუბრობთ აი კონკრეტული ფაქტები შეგიძლიათ გითხრათ სპიროს აგნიუ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 70-იან წლებში იყო ძალიან სახელგანთქმული პოლიტიკოსი და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო მაგრამ როცა ის ამხილეს კორუფციაში გადადგა თანამდებობიდან და აღიარა კი ეგეთ რაღაცაში მაგან შემაცლიან და მივიდივარ ან თქვენ ფიქრობთ რომ სპორტიც ისეთივე კორუმპირებულია როგორც თქვენ ფიქრობთ დავუშვათ სხვა სფეროებში მაფიოზური კლანების ხელშია სპორტი თლიანად და რომ გადავხედოთ ჩვენ ესე იგი აი ამ ცნობილი სპორტსმენების საქმიანობას მე ცნობილებზე მაქვს საუბარი თქვენ ვერ ნახავთ კაპიკს დახარჯულს პერსპექტიულ და უპატრონო ბავშვზე სპორტსმენზე რომლისგანაც უნდა მივიღოთ ვარსკვლავის სამომავლოდ, მაგრამ ძალიან ბევრ თანხას ნახავთ დახარჯულს მაგათი ფედერაციებიდან ჯიპებზე, ოფისებზე, ავეჯზე და მათი ბიზნესის განვითარებაზე. რესტორნებზე, მიწის ნაკვეთებზე თბილისში თუ კი რამე შენდება რესტორნები, აგერ ის ჩინური ქალაქია თუ აგერ ის რა ქვია, აკვაპარკები თუ ესეთი გასართობი ცენტრები და ყველაფერი, ეს აი ამ ეგრეთ წოდებული ელიტარული სპორტსმენების ასე ვთქვათ, საქმიანობის შედეგია კორუფციიდან გამომდინარე. ერთი ასე ვთქვათ სკანდალი, რომელიც რა ვიცი, შეიძლება დავარქვათ სკანდალიც კი, იმას რაც ხდება ახალ მინისტრად და მე რა შვები, ისეთ ვახტანგ სანამ ახალ მინისტრამდე გადავალთ. ესე იგი, აი როგორც გაბერწებული არტისტები ბიზნესს რომ მიეკრენ ახლა და რომ უმღერიან რა ბაიათებს პოლიხრონიონს ხო უკვე თეატრში რო არ ვარგან კინოში რო არ ვარგან და მეტი გზა რა აქვს უნდა ჭამოს საკუთარი სახელი და ტიტული უნდა გაყიდონ ახლა და ერი შეიყვანონ შეცდომაში დაპირდნენ ბიზნესთან ერთად უფასო ფულს დაბალპროცენტიან კრედიტებს სამუშაო ადგილებს ოცნებების ასრულებას მე თავიანთი ოცნებები აისრულონ ხელი დაიბანონ და თქვა რომ ბაჩო სკვიდებოდით ასემალე კარგ ცხოვრებას ხო ხედავთ ახლა რეებით გვამშვიდობენ ეგენ იგივე საკეთებენ ეს ტიტულოვანი სპორტსმენები. იგივე საკეთებენ თავის ტიტულს, ოდესმე მოპოვებულს, აი ესე ყიდიან, ხან შევარდნაძეზე, ხან ასრან აბაშიძეზე, ხან მიხეილ სააკაშვილზე. მიხეილ სააკაშვილს გვერდში ედგა მოჭი დავეთა მთელი კოჰორტა. როგორც დამბრბევები და სპეცრაზმელები. თქვენ არიცით რომ სპეცრაზმის ხებძღვანელები სააკაშვილის დროს გადაცმულები როგორც სიტყვა ხოლმე სამგალკო ფორმით, ეს მოჭიდავეების კატეგორია იყო. ხოლო ყველასი არ ვიტყვი, მაგრამ ეს სახელოვანი მოჭიდავეები მე ბიზნესში აძლევდნენ მუშაობის საშუალებას და იმას ფულს და მილიონების კეთების საშუალებას. მე ბიზნესა მიყიდა ესენი. ამისგან თავი არიდოს ბატონ შალვა, აი ხა თქვენ რასაც ლაპარაკობთ. უნდა ჩაჩოჩდნენ აი ეს ძველი სახეები, კორუმპირებული სახეები. რომ გასკდნენ თავიანთი ტიტულის ყიდვით, უკვე რომ გასივდნენ და უკვე აღარიციან სად დატივონ ფული და აღარიციან რამდენი მანდატი ჩაიდონ, ესენი უნდა გაიწიონ გვერდზე, ისევ როგორც უნდა გავწიოთ გვერდზე ჩვენ მილიონრები მოთავსებული მთავრობაში მინისტრებად და დეპუტატებად ბიუჯეტს რომ იყენებენ პირად ბიზნესად, აი ეს კლუბი, აი ეს ელიტარული კლუბი მილიონრებისა, მილიონერი სპორტსმენების, მილიონერი არასპორტსმენების, რომელიც ხელისუფლებაშია ჩაფრენილი ბაღლინჯოსავი და სოს თითოეულ ჩვენგან სისხლს, აი ესენი უნდა გავწიოთ გვერდზე, აი როგორც დინარე დაგუბებული და დაჭაობებული როგორ შეიძლება განათავისუფლოთ ხო ამ სიტუაციისგან უნდა ის ჯებირი დავანგრიო და გავარდეს უნდა ის სიბინძური ყველაფერი შევიდეს ზღვაში და დინარემ დაიწყოს დენა თუ ეს ჯებირი ჩვენ რა დავანგრიეთ და ეს ჯებირი არის ვიმეორებ აი ეს კორუმპირებული ჩემპიონები და კორუმპირებული არტისტები და კორუმპირებული მილიონერები რომლებიც ხედავენ პოლიტიკაში გარეთ ვინც არის მიმათ არაფერს არ ვერჩი მაგრამ შენ რა გინდა პოლიტიკაში სპორტსმენი რო ხარ და მოგიგია ის ჭიდაობა გენაცოლო შემითავი გაღიარე მაგრამ რეიგანიც იყო მსახიობი არა ხა რეიგანს თავი რეიგანი პოლიტიკაში შეუძლია ყველას ერთი არა როგორ შეგეკადრება შეიძლება ახლა მაგალითად დაждდეთ თქვენ ბოინგს წაიყვანთ ამ ბოინგს ვერ წაიყვანთ რატო გონიათ რომ პოლიტიკა ნაკლებია ბოინგს წავანაზე პოლიტიკაში გზავრად გიზის მთელი ქვეყანა რამდენიმე მილიონი ადამიანი შენს ნებაზე და შენი მართვის ნიჭზეა დამოკიდებული ეს ქვეყანა მაგრამ ეს შეიძლება აღმოაჩნდეს ნებისმიერ ადამიანს პროფესიის მიუხედავად არა აღმოაჩნდეს ეს გამონაკლისებია რეიგანი ჯერ ეგერთი ოდესღაც იყო კომენტატორი და კომენტატორი ახლა ინტელექტუალური მუშაობის სფეროა მაინც დამეთანხმებით ხო ითამაშა ფილმებშიც ითამაშა მაგრამ ეპიზოდური მაგრამ მე გავიდა მრავალი წელი რეიგანი გახდა რესპუბლიკური პარტიის ძალიან ისეთი ავტორიტეტული სახე ორჯერ იყო კალიფორნიის შტატის გუბერნატორი ხო
აი ამ გუბერნატორობის მერე კიდევ ორჯერ იყარა კენჭი პრეზიდენტად უცბად კი რა ურჩევია წააგო წინ არჩევნები. ჩვენს მსახიობებსა და პოლიტიკოსებში ამ პერსპექტივას ვერ ხედავთ რომ მათ რაღაცა. ნუ ახლა ჩვენი მსახიობებისა და პოლიტიკოსების პერსპექტივა ჩვენ ვნახეთ. ჩვენმა მსახიობებმა, სპორტსმენებმა და ჩვენმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც საკუთარი გვამი გაუხდიათ სავაჭროდ, ჯერ მოგვიყვანეს, ჯერ დაამხეს, ზუსტად გამსახურდია. იმიტომ რომ იმან არ დაურიგა ეს ფულები, რასაც შემდგომი ხელმძღვანელები აკეთებდნენ. გრანტები და პრემიები და როგორც შევიათ ხოლმე დანარჩენებს. მერე მოგვიყვანეს ედუარდ შევარდნაძის ხოტბის შემსხმელები იყვნენ. შემდგომ როცა ის მობერდა და უკვე ვეღარ აქცევდა ისეთ სერიოზულ ყურადღებას, მერე უკვე მიხეილ სააკაშვილის ბანაკში შევიდნენ და მისი ზონდერები გახდნენ, ვიმეორებ, ეს უნდა გაირკვეს, რომელი მოჭიდავე იყო მიხეილ სააკაშვილის ზონდერი. ეს უნდა გაირკვეს და ეს დასკვნა უნდა დაიწეროს, ამაზე გამოძიება უნდა წავიდეს, ეგენი ჩვენ გვირტყავდნენ, ეგენი დაგვდევდნენ, გვარბევდნენ და კადრულობდნენ ყველაფერს ძალოვან მეთოდებს. აი ეს მოჭიდავეები განსაკუთრებით ძიუდოისტთა კატეგორია. ძიუდოისტთა კატეგორია, რომლის პრეზიდენტი იყო ბატონი ხაბულიანი და ბატონი ხაბულიანი მერე გახდა უმრავლესობის ლიდერის მოადგილე ნაციონალური მოძრაობისა ცისკარიშვილის მოადგილე. შემთხვევით ესე ახდებიან უმრავლესობის ლიდერის მოადგილეები. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული და გარკვეული. რა როლი შეიტანეს სპორტსმენებმა, პოლიტიკოსებმა, არტისტებმა, მილიონერმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის დაღუპვას. ზვიადმა ფული არ დაურიგა და ამიტომ დაამხესო, შემდეგ შევარდნაძესთანაც დაახლოებით იგივე მიზეზი დაასახელე და ამ შემდეგ. ანუ ერთვერი ერთ დღეს თქვენ რომ აღმოჩნდეთ ხელისუფლებაში, აი სპორტსმენებთან, მსახიობებთან რა ურთიერთობა უნდა გქონდეთ, როგორც ქვეყნის ლიდერს. პოლიტიკიდან გავრეკავთ კინცის სკვრით. მაგრამ მივცემთ ყველანაირ საშუალებას, რომ თავიანთი ნიჭი, თავიანთი ტალანტი და გამოცდილება გადასცენ ახალგაზრდა მომავალ თაობას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ახალგაზრდა სპორტსმენები, ახალგაზრდა მსახიობები, აქტიორები, ახალგაზრდა შემოქმედები მოდიოდნენ არა იმის მიხედვით, მამამისი ოლიმპიური ჩემპიონია, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი იყო თუ არ იყო, ან მლიქნველობდა ხელისუფლების სასახლეებში თუ არა, არამედ იმის მიხედვით მოდიოდნენ, რა ნიჭი აქვს, რა უნარი აქვს, რა გაქანება აქვს და ის არ უნდა იჩაგრებოდეს იმის გამო, რომ არ ყავს პატრონი, ფულიანი პატრონი, რომელიც ხელს წაარტყავს და წინ წასწევს. ბატონ შალვა, აი თქვენ იცით, რომ დაპირისპირება იყო მაგალითად სპორტის უკვე ყოფილ ვიდრე ახალ მინისტრზე კითხავთ, ბარემ ამაზე ვიკითხავ, სპორტის უკვე ყოფილ მინისტრს ყიფიანსა და სპორტის კომიტეტის წარმომადგენლებს შორის. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ამბავიც რაღაც ასე ვთქვათ გავლენების და ფულის გადანაწილებას ეს უკავშირდებოდა მხოლოდ ფულის გადანაწილებასა და ფინანსების ძალიან დიდ მასას და მოცულობას, მათ შორის ბიზნეს სტრუქტურებს, რომელიც ამ ფედერაციების განკარგულებაშია. არანაირი იდეების გამო აქ ჭუბი არ ყოფილა, არანაირი სპორტული პროგრესული განვითარების მიმართულებებზე არ უდებატიათ. სხვა შემთხვევაში უნდა გამოსულიყო, რომ მაშინ საჯაროდ ეთქვა, რა ჭუბობდნენ, რა სიყვებდნენ. გაგიგია თქვენ რა იყო? ნუ შემდეგ უკვე ბოლოსკენ თქვა პრეტენზიები მინისტრის მიმართ იყო ჩამოწერილი, მაგრამ ჩვენც გქონდა ჟურნალისტებს პრეტენზია, რომ ის შეხვედრები, სადაც ესენი ეს საკითხები იხილებოდა, დახურული იყო. ხო, ესე იგი ერთი და იგივეს ვამბობთ, იმიტომ რომ იქ იყო საუბრები სწორედ იმ ფულებზე და წილების გადანაწილებაზე. სხვადასხვის მე გული დამწყდა იმ გაგებით, რომ ეხლა ლევანს მე ბავშვობაში ვიცნობდი, დათო ყიფიანი ჩემი კურსელი გახლდათ, მეგობრობდით, უფროსი იყო ასაკით, მაგრამ რო დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტი, მე იურიდიულ ფაკულტეტზე ჩვენთან ჩააბარა, როგორც ხდებოდა ხოლმე მაშინ. მე ერთად მუშაობდით პროკურატურაში, მე და ბატონი დავით ყიფიანი, ეს იყო მართლაც ღირსეული მამული შვილი, ეს იყო თვალსაჩინო სპორტსმენი თავისი ეპოქის, რომელმაც აი ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი სპორტული შემოქმედება მატიანეში და უაღრესად საინტერესო პიროვნება და ყოველთვის მომნებოდა, რომ შალო ერთადერთი ჩემი საძმაკაცო და შენთან მიხარია ურთიერთობაო. რატო ვიციო? არ მაწუხებო ზედმეტი შეკითხვებითო, აი სუდი ამ რატო ჩაუსტინა, პენალი რატო დაარტყეს და რაღაცების გამო და ერთხელ ძალიან ისეთი გულგატეხილი მომეჩვენა და რა ხდება მეთქი, რამ შეგაწუხა დათო და აი ხო გამახსენდა საბჭოთა კავშირის ნაკრების ფორმატით ყოფილან წასული ბუენოს-აირესში. მაშინაც არგენტინის ნაკრები ახლა დონე იყო სოფლიო მოიხსენებად და იქო ორი ქართული ოჯახი ცხოვრობდაო ჩემი ინფორმაციითო, ერთი ყიფიანების და მეორე მაისურაძეების. და მიმიწვიო ყიფიანების ოჯახმაო ახლა ვახშამს. ხო ამ ხელა სახელოვანი ბიზაშვილი ჩამოვიდა და ბუნებრივია ეს შეხვედრა იწევდა იმას, რომ თქვათ იმ ყიფიანის სამეგობრო არგენტინელი უნდა ყოფილიყო იმ სუფრაზე.
მაგრამ მარტო ესენი დახვდნენ დათო რომ მივიდა და უკითხე რომ ის მაისურაძეები სად არიან ხო ცხოვრობს უკიდე ერთი ოჯახიო მაგათ რამდენი ხანი ხარ ველაპარაკებით თუ ვიჩხუბეთ ორადორი ქართველი ცხოვრობს არგენტინაშიო და ისინი წარელაპარაკებენ ერთმანეთს ბატონშალო აი ამ დაპირისპირებაზე ანუ თქვენ ამბობთ რომ ეს არის წმინდა ფულადი დაპირისპირება. კარგით, მე მინდა უზნეო დაპირისპირება. ახალ მინისტრად უნდა გავიდნენ ეს მაპატიერეთ, უნდა გავიდნენ ეს სპორტსმენები, ვინც ახლა დეპუტატის მანდატი აიღეს უკანონოდ და ბიძინავს კურთხევით. ამ დროს აზრი არ არიან რა არის კანონი, რა არის მემარცხენეობა, რა არის მემარჯვენეობა, რა არის ჰეგელიანიზმი, რა წერდა კაუცკი პროლეტარიატზე, რა წერდა ვებერი, რა წერდა ფოიერბახი, ვინ იყო პლატონი, ვინ იყო სოკრატე, რა არის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო, რა არის კანონის დისპოზიციები, რა ჩამოთვალა. მაშინ მაგათ თუ ეგენიციან, მაშინ მე მწოდნია უკვე galaktikis გულში რა ხდება ყველა საერთოდ. ბატონშალო, ახალ მინისტრზე მინდა კითხოთ. უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან მილიონერ დეპუტატებთან ერთად, უნდა მოცილდნენ პოლიტიკას, მილიონერ დეპუტატები და პოლიტიკოსად წოდებულნი წოდებულნი უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ბიზნეს სტრუქტურებში, წესერად გადაიხადონ გადასახადი, შექმნან სამუშაო ადგილები, შევსონ ბიუჯეტი და სახელმწიფო პირიქით უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესში. რაც შეეხება სპორტსმენებს, ვიმეორებ და ამ აქტიორებს, ისინიც უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სფეროში, უნდა ყველა უბანში, ყველა სოფელში სპორტული ორგანიზატორი დაინიშნოს, რომელსაც ექნება ხელფასი ბიუჯეტიდან. ეს სპორტული ორგანიზატორი უნდა ყოველდღე დადიოდეს გამადიდებელი ლუპით და აკვირდებოდეს აი პატარა ბიჭუნებში და გოგონებში, ვის აქვს მონაცემები. მაგრამ საქმე ის სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ამდენი აი კალათბურთელის, აი ფეხბურთელის, აი ბოქსიორის, კარგი ტანმოვარჯიშის ფულის მეტი რა არის? თუ ეხლა 300 მილიონი იშოვეს იმისაც რომ მთელი იაპონიის ავტომრეწველობა შეესყიდა და ჯიპების აყიდა ზედამჯდარიყვნენ. თუ ბიძინა ივანიშვილმა 6 მილიარდი იშოვა თანაინვესტირების ფონდში, რომელიც გადამალა კაიმანის კუნძულებზე ეხლა და იქიდან გვევაჭრება და იქ აუშენებია, რა ქვია, სათბური აუშენებია გარდაბანში და უსაქმეებია თავისი ნათესაობა 5-6 კაცი. და აგერო ხო შეგვირდითო იმას 100 საწარმოდან ავაშენე ერთიო, ნაცვლად იმისა რომ მთელი იმერეთი და მთელი ყაზბეგის რაიონი სათბურებით ცხოვრობდა, მოგესწრება მოყავდათ მწვანილი დამასყიდიდან მოსკოვში და ეს იყო ძირითადი შემოსავალი. ნაცვლად იმისა რომ ეს თანხა გადაეცა აი ამ ხალხისთვის გრანტის სახით. შეკითხვა მინდა დაგისვათ ახალ მინისტრთან დაკავშირებით, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა რომ გენახათ ის ჩვენი სიუჟეტი, იქ გარკვეულ ფაქტებზე იყო ლაპარაკი, რომელიც ახალ მინისტრს ეხება. თქვენ როგორც პოლიტიკოს, როგორც პარტიის ლიდერს რა შეკითხვა გაგიჩნდათ? თქვათ შეკითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მინისტრი თანამშრომლობდა ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, შემდეგ სრულიად მოულოდნელად, სხვათა შორის მისთვის მოულოდნელადაც აღმოჩნდა მინისტრთა კაბინეტში. თქვენ რა შეკითხვები დაგიტოვათ? მე გულახდილად გეტყვით, რომ არავითარი შეკითხვა არ გამჩენია, პირიქით დადასტურდა ის, რის თაობაზეც მე ერთხელ მოგახსენებდით, რომ არანაირი ძველი და ახალი მთავრობა არ არსებობს. არსებობს ერთი გუნდის ორი ნაწილი. ერთს ქვია ოცნება, მეორეს ქვია ნაცები. ადრე სამი ნაწილი იყო, მოქალაქეთა კავშირი ერქვა. ეს არის სრულიად ერთი და იგივე შემადგენლობა. ისინი ერთმანეთს არ უღალატებენ არასოდეს. ისინი ერთმანეთის ბიზნესს დაიცავენ. როგორ არის სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი გუნდია? ერთი გუნდია, აბა, ვინ მოიყვანა სააკაშვილი ვარდების რევოლუცია? ხო, მაგრამ ახლა ძმები და ისინი ჭუბენ, სოლკმარი ჭუბობს, ხანდახან დილით, მაგრამ საღამოს ერთად წვანენ. ეს არაფერს არ ნიშნავს. დიდ პოლიტიკაში და დიდ ფინანსებში. აბა ეხლა არის ის ბიძინა ივანიშვილმა. სად გადაურიცხა მიხეილ სააკაშვილს მილიონები და მილიარდები რომელ ოფშორული კომპანიის ანგარიშზე. ეს იცი ზეპირად, იმიტომ რომ თვითონ ურიცხავდა. ბატონშალო, თქვენ ამბობთ ერთი გუნდია, მაგალითად უგულავა მერაბიშვილი ახალაია ციხეში სხედა. მე რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მოლოტოვის სოლი, ჟემჩუჟინა იჯდა ციხეში სტალინის დროს და ამ დროს მოლოტოვი იყო სტალინის მოადგილე და პოლიტბიუროს წევრი. არაფერი პრობლემა, იმ ჟემჩუჟინამ ცოტა წაიეშმაკა იმ გაგებით რომ მოიხსნა საჯაროდ ოქროს. არა, თქვენ ამბობთ რომ ამ გუნდის წევრები ერთმანეთს არ უღალატებენო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ადამიანები ციხეში სხედა. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მეისრები იყვნენ და გაიწერნენ. ისინი ვიღაცა უნდა გაწერულიყო. საზოგადოება მოსთხოვდა პასუხს, რომ აბა ციხეში ვინ დაიჭირე ქვეყნის დანგრევისათვის, 20% ტერიტორიის დაკარგვისათვის, ჩვენი გაუბედურებისათვის, გაღატაკებისათვის, საქართველოს გაცლისთვის, მთელი საქართველო ხო დამეთანხმებით, გაქცეულია საზღვარგარეთ. ამ კონტექსტში ხედავთ ახალი მინისტრის, სპორტის ახალი მინისტრის დანიშვნას. საზღვარგარეთ. ბატონშალო. შესაბამისად, ეს კონტექსტია თქვენთვის სპორტის ახალ მინისტრთან დაკავშირებით. შესაბამისად დავასრულე მე იმ კითხვას. სპორტის მინისტრი ეს ძალიან მცირე
მცირე მნიშვნელოვანი ფიგურა. შესაბამისად, გადახედეთ, ვინ დგას ახლა ის ბიძინე ივანიშვილის გვერდით. ისინი ვინც იდგნენ მიხეილ სააკაშვილის გვერდით ვარდების რევოლუციაზე, საჯაროდ და სახალხოდ. ბერძენიშვილები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში, ძმები. იყვნენ. უსუფაშვილი ხიდაშელები იყვნენ. ძიძიგური იყო ვარდების რევოლუციაში სააკაშვილის გვერდით. იყო. რომელი ერთ შემოგითვალოთ ახლა? ის მინისტრები, ვინც არიან დღევანდელი მინისტრები, ნაცმოძრაობის აქტივისტები იყვნენ, ნაცმოძრაობის ბიზნესმენები იყვნენ და მათ შორის ეს მინისტრი ცხიჩიკაშვილი იყო ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი, დამფინანსებელი, ამოიღეთ რეესტრები, დაფინანსებული აქვს ნაცმოძრაობა მაგას, ისევ როგორც სხვა მთელ რიგ ბიზნესმენებს, რომლების დღეს გადაბარგდა ყველა იმაში, რა ქვია. ეხლა თქვენ წარმოიდგენთ ოდესმე რომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი, ნაცმოძრაობის მთავარი molare, ბეჟუაშვილები, ძმები ბეჟუაშვილები. აღმოჩნდებოდნენ ბიძინე ივანიშვილის გუნდში. თანაინვესტორების ფონდში არის მის პარტნიორები, ეხლა ის 6 მილიარდი რო გითხარით. ეს 6 მილიარდი ნაცვლად იმისა, რომ ლარის გამაგრებას მოხმარებოდა, ნაცვლად იმისა, რომ გაცემული დაპირებების შესრულების რაღაც ნაწილს მოხმარებოდა, ფაქტურად წამოკრიფა ბიზნესმენებისაგან ივანიშვილმა, აი ესეთი ну მხედრიული წამოკრიფა და თქვა ავტომატით. თქვა ამ წამოკრიფა გასტუკით და ძალაუფლებით, რომელიც ჩვენ მივეცეთ, მოატაინა ეს ფული 6 მილიარდი. და ეს არის მის საკუთრება იმ 7 მილიარდთან ერთად რა ურთიერთობა უნდა ქონოდა ივანიშვილს მაშინ ბატონ შალვა მაგალითად ანა პრემიერ-მინისტრს მთავრობის ხელმძღვანელს ბიზნესმენებთან გასაგებია რომ სააკაშვილის პერიოდშიც არსებობდნენ ბიზნესმენები მანამდეც არსებობენ და დღესაც არსებობენ ხელისუფლებასთან ურთიერთობა როგორი უნდა ქონდეს მაშინ ბიზნესმენს რომელსაც აქვს ფული და ბუნებრივია ფიქრობს იმაზე როგორ ხელისუფლებასთან ბიზნესმენს არავითარი ურთიერთობა არ უნდა ქონდეს ხელისუფალსა და ბიზნესმენს შორის ურთიერთობას უნდა არეგულირებდეს კანონმდებლობა. პირველ რიგში საგადასახადო კანონმდებლობა, სამოქალაქო კოდექსი, ნორმატიული აქტები, რომლითაც განისაზღვრება პირველი სახელმწიფოს ვალდებულება ხელი შეუწყოს ბიზნესის თავისუფალ განვითარებას, რომ არ სჭირდებოდეს ბიზნესის სტავკების მიტანა, რომ ის მას არავინ არ ძარცვავდეს, არ ატყავებდეს, კანონი დაუდვიანელ თანხებს არ ართმევდეს და მეორე, ბიზნესმენის ვალდებულება იხადოს გადასახადი პატიოსნად, გააფართოვოს წარმოება, შექმნას სამუშაო ადგილები და გასწიოს ქველმოქმედება. მიაქციეთ ყურადღება, ქველმოქმედების რამდენიმე სახე მოგცა თანამედროვე ბიზნეს ცივილიზაციამ და ამაზე დგას დღევანდელი კაცობრიობა. პირველი სახე ეს გახლავთ ამერიკულ ანგლოსაქსური ვარიანტი, რომლის თანახმადაც 10% ბიზნესმენის შემოსავლებიდან მიდის ქველმოქმედებას. აი თქვათ ახლა ცუკენბერგმა ნიუ-ჯერსის შტატში 550 მილიონი დოლარი დააბანდა განათლებაში, სკოლებში. აი ეს ლაწირაგი პატარა ბავშვი, გენიოსი, ლაწირაგი რა მოფერებით ვამბობთ, რომ გენიოსი ახალგაზრდა ადამიანი აი ამ ხელა ქველმოქმედებით გამოირჩევა. ჩაკ ფინი არაერთხელ მithქვავს ირლანდიელი წარმოშობის ბატონ შალვა ჩვენს ბიზნესი ვართ, ამიტომ მცირე სარეკლამო ტრაგვა ბიზნეს სარეკლამო ტრაგვა აქვს და უნდა დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში და შემდეგ დაგისვამთ კიდევ შეკითხვას.